იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მე-18. მშვიდობა თქვენს მშვოთვარე სულს. ამას წინათ ერთი ადამიანი მწერდა, თქვენ რომ თუნდაც ერთი დღე ისე ხედავდეთ ჩემს ქცევას, როგორც ამას ღმერთი ხედავს, ჩემი სახელის გაგონებასაც აღარ მოისურვებდით. და მე ვიცი რომ ეს სწორედ ასეა. ეს სწორედაც რომ არ არის ასე. როცა კაცი ფარისეველის მსგავსად ხედავს თავის კეთილ საქმეებს, ის ცდარ გზას ადგას. სწორი გზა ქვიშასავით უთვალავ საკუთარ ცოდვათა ხედვაა. ასეთი ხედვა სულის გამოჯანსაღების დაწყების ნიშანია. ღირსი პეტრე დამასკელი. ამიტომ მხოლოდ სიხარული გვმართებს, რომ ადამიანი ასე ნათლად აცნობიერებს თავის სულის კეთროვანებას. მაგრამ ამაზე შეჩერება არ შეიძლება. საკუთარი გამოცდილებითაც უნდა დავრწმუნდეთ, რომ თვითონ კაცს არ ძალუძს თავისი კეთროვანების განკურნება, როცა ის 1000 მაგალითის საფუძველზე დაინახავს, რომ არც ერთი ცოდვის, არც ერთი ბნების დათრგუნვა არ ძალუძს, უნებლიეთ დამდაბლდება და ერთადერთ მაცხოვარს უფალი იესო ქრისტეს შეურდება, რომელიც მოვიდა სოფლად, რათა აცხონოს წარწმედილი. ესე იგი, ის, ვინც თავი ერთიანად ცოდვებში ჩაფლულად, ერთიანად სულიერი კეთრით დაფარულად აღიარა, ვინც შეიცნო, რომ არც თვითონ შესწევს ძალა და არც არავინ ჰყავს, ვინც მას საბანელში ჩააგდებდა. ხოლო ვინც თავს ჯანმრთელად მიიჩნევს, მასთან არ მიდის სულისა და ხორცის მკურნალი. არა უხსოდვილთა მკურნალი, არამედ ცნეულთა. არა მოვეწოდებათ მართალთა, ცრუ მართალთა, რამე თუ არავინ არს მართალ არცაღა ერთ, არამედ ცოდვილთა სინანულად. თუ კი თქვენ სულით ავადმყოფად აღიარებთ საკუთარ თავს, მაშინ მკურნალს მიმართეთ, რათა მან შეგინდოთ ცოდვა, თუ თვით ცოდვის საწყისის აღმოფხრის დრო ჯერ არ მოსულა. ყოველი სულ მცირე ცოდვაც კი შეინანეთ. დიდი დრო ხომ არ სჭირდება, რომ ცოდვის ჩადენისთანავე გონებით უფალ შეურდეთ და უთხრათ, შემინდე უფალო, ისევ შევცოდე. საღამოს კი ლოცვისას უფრო მძიმე ცოდვები გაიხსენეთ და ისე ითხოვეთ შენდობა. თუ თქვენი ძალისებრ წინ აღუდგებით ცოდვას, ხოლო შეცოდების შემდეგ უფალ შეევედრებით, მოტევებას თანდათან სიმდაბლეს მოიპოვებთ, სიმდაბლესთან ერთად კი ცოდვების დათრგუნვის ძალას. რაც მეტად დამდაბლდებით, მით უფრო მეტი და უფრო დაუმორჩილებელი ვნებების დათრგუნვის ძალა გექნებათ. სიმდაბლის გარეშე კი ადამიანს ცოდვების დათრგუნვის უნარი ვერ მიეცემა, ეს უნდა იცოდეთ. სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც ზემოთ გითხარით. გაითავისეთ აქ გამოთქმული აზრები და თუ გაითავისებთ, გაიგებთ, რას ნიშნავს პავლე მოციქულის ეს სიტყვები. ღვთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად. გაიგებთ იგავსაც, სარაველას შესახებ და ბევრ სხვა რამესაც. ესეც არ დაგავიწყდეთ, იმისათვის, რომ თესლიდან ხე გაიზარდოს და ნაყოფი გამოიღოს, დროა საჭირო, თან არც ისე ცოტა. ლერწამი შემოსრული არა განტეხოს და პატრუკი მდვინმარე არ დაშრიტოს, თქვა უფალმა. საქეს სულში ანთებული მცირე ნაპერწკალი უფალმან დიდ კოცონად აქცია. ჭეშმარიტად სურველი თქვენთვის ჭეშმარიტების შეცნობისა და განთავისუფლებისა. 1959 წლის მარტი.